ეს საქმიანობა უკეთესი ცხოვრებისკენ არ წაგიყვანს. კარგი ფული იშოვება, მაგრამ შესაბამისი საფასურის გაღება მოგიწევს. სინდისთან ჭიდილი მოგიწევს. მე შენი მეგობარი ვარ, არ მინდა ის ტიპი ვიყო, ვინც ასეთ საქმეში ჩაგითრევს ფრენჩ. მისმინე, მე დიდი ბიჭი ვარ, ალექ, საკუთარ თავს მივხედავ. შეგახსენებ, რომ ასე მიპასუხე. ეგ ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ტომის დარწმუნება მოგიწევს. ტომის? ტომის ეს მისი ბიზნესია. ტომისთან არავინ მუშაობს, ისეთი, ვინც მას არ აურჩევია. მე მას გაგაცნობ, მაგრამ შენ მოგიწევს. ზედმეტი არ მოგივიდეს. სუსტ რგოლად მიგიჩნევენ. რბილად ისაუბრე, შენი მოსმენა უნდა აიძოლო. გავლენიანი ტიპები ერიდებიან მკვეთრ მოძრაობებს, ისინი მშვიდები არიან. ლაკონურები და ყველაფერთან ერთად. თვალებში არ უნდა უყურო. რატომ? იმიტომ რომ ეს შენი უპირატესობა იქნება, ზეწოლა რომ დაგჭირდება და გეხმარება. შენს რეპუტაციაზე არ ინერვიულო, ეგ ჩემი საზრუნავია. მე კვირაში 7 დღე ადვოკატები მყავს ხაზზე, შენ კი არა. უბრალოდ ეტყვი რომ ფულს თომისთვის აგროვებ. ჩემი სახელია ერთადერთი, რაც დაგჭირდება. საკუთარი თავის დაცვა შეგიძლია? ილაპარაკე, ჩემზე მუშაობას თუ აპირებ. შემიძლია. 15 წელი მისი უდიდებულესობის ავიაციაში მსახურობდი. ღია ცეცხლის ქვეშ ყოფნას და კონფლიქტებს მიჩვეული ვარ, ასე რომ შევძლებ. დარწმუნებული ხარ? გზები, რომლებზეც გიშვებ, კარებები, რომლებზეც უნდა დააგაგუნო. არსებითად განსხვავებული იქნება მის უდიდებულესობასთან მსახურისგან. მისმინეთ, მისტერ კოვალსკი, ეს სამსახური ძალიან მჭირდება. ასე რომ ჩემზე შეგეძლიათ არ ინერვიულოთ. რაც დავიმახსოვს ჩხუბსა და ბრძოლაში ვარ და თუ საჭირო გახდა, თავის ქალებზეც გავივლი. მაგას დავიმახსოვრებ. ერთი ტიპი მყავს, ფულის გაყოფის წინააღმდეგი არ არის. საქმე კი ამ უქმეებზე თავზე საყრელად აქვს, ასე რომ შენთვის საქმეში ჩასართავად კარგი დროა. შეიძლება საშინლად გამოიყურებოდეს, მაგრამ თავის საქმეში საუკეთესოა. შენ რა ჭღერს? შერვალ კოსტუმი დაგჭირდება, ჩემი წარმომადგენელი პროფესიონალურად უნდა გამოიყურებოდეს.